იქამდე სანამ აქციის მონაწილეები, რომლებიც საპროტესტო მსვლელობით ქვეყნის ცენტრალური გამზირისკენ მოდიან, აქციის მონაწილეებმა ტრადიციულად ზუსტად 8 საათზე დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე და რამდენიმე წუთის წინ ქვეყნის ცენტრალური გამზირის საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს აქ მყოფმა ადამიანებმა, მოქალაქეებმა, რომლებიც ზუსტად 1 წელია რაც ქვეყნის მთავარ გამზირზე მდგანან და აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ გამოცხადებულ რუსულ პოლიტიკას. აქ მყოფი ადამიანები პირველივე დღიდან 28 ნოემბრიდან თანხმდებოდნენ იმაზე, რომ უწყვეტი პროტესტი იქნებოდა მნიშვნელოვანი და ქუჩაში იდგებოდნენ იქამდე სანამ არ იქნებოდა მიღწეული მთავარი გამარჯვება. თქვენ ხედავთ, რომ აქციის მონაწილეებმა სულ რამდენიმე წუთის წინ დაიკავეს ეს ტერიტორია, არის ეს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარი ტერიტორია რუსთაველის გამზირი, სადაც დღესაც ტრადიციულად ბოლო ლოკაცია სწორედ საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარი ტერიტორია იქნება, სადაც აქციის მონაწილეები კვლავ გააპროტესტებენ 1 წლის თავზე ხელისუფლების რუსულ პოლიტიკას. შეგვიძლია გავესაუბროთ აქ მყოფ ადამიანებს, მოქალაქეებს, რომლებიც ახლა რუსთაველის გამზირზე იმყოფებიან საღამო მშვიდობის. 1 წლის თავზე ისევ რუსთაველის გამზირზე ხართ. რეპრესიული თქვენ იყავით პირველი, ვინც გადაკეტეთ. მითხარით, როგორი განწყობა გაქვთ, მაშინ როდესაც არაჩვეულებრივი, აი გავიხსენე ძველი წარსული. აი და გადავკეტე სიმბოლურად, აი შუა ადგილზე დავდექი. აი აქ რო იტყვიან გძნობა, ხა რანაირად თავს იცი? აი მაგრად რა და ჩემ ხალხზე უყურებ კიდე და ცოტა პატარა იკავებენ თავს, მაგრამ არა, რატო იკავებს თავს? სიმბოლურად მაინც გადმოვიდნენ და დადგენ. ცოტა ხანში შემოგიერთებიან ეს ადამიანები აუცილებლად. ისინი რომ იყურებენ ახლა, ხო? გადმოვიდნენ ბიჭო. ახლა ზოგიერთი შეიძლება სულ პირველად ახლა მოსული, მაგრამ აქაც პირველად სიმბოლურად გადმოვიდეს. ცოტა ხანში ეს ადამიანები აუცილებლად შემოგიერთებიან. მანამდე მინდა გითხოთ, თუ ელოდით, რომ 1 წლის თავზე უწყვეტი პროტესტი იქნებოდა, მაშინ როდესაც თქვენ 28 ნოემბერს გამოხვედით აქ 1 წლის წინ, თუ გეგონათ, რომ ეს პროტესტი გაგრძელდებოდა? კი, მეგონა, იმით შეხედე რატო მეგონა, იცი? თვითონ ჩვენ ქართველები ცემას და ასეთ წამებას, ხო, შემოსეულ მტერს არ პატიობდით და ესენი შინაურებმა რომ დაგვილეწეს ეს ოქროს ახალგაზრდობა და ჩაგდიჩეხეს, კი მაგრამ რა ეგონა? არ გაგრძელდებოდა ეგონა? კი ბატონო. დიდი მადლობა. პროტესტი გრძელდება რუსთაველის გამზირზე, რა თქმა უნდა, აქ მყოფი ადამიანები ამბობენ იმას, რომ რეპრესიული კანონების დაკავებებისა და დაშინების მიუხედავად პროტესტი 1 წუთითაც არ შეწყვეტილა და ჩვენ გვახსოვს რუსთაველის გამზირი ტერიტორია, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით რამდენიმე კვირის განმავლობაში სწორედ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებს ჰქონდათ დაკავებული ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებული სისასტიკით ექცეოდნენ იმ აქციის მონაწილეებს, რომლებიც აქ იდგნენ და პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ. გავაგრძელებ აქციის მონაწილეებთან საუბარს, რომლებიც რა თქმა უნდა უფრო მეც გვეტყვიან დღევანდელ შეკრებასთან დაკავშირებით. საღამო მშვიდობის. პროტესტი გრძელდება. თუ ელოდით, რომ 1 წლის შემდეგაც ისევ რუსთაველის გამზირზე იქნებოდით და სად იყავით 1 წლის წინ, მაშინ როდესაც ირაკლი კობახიძემ ის გადაწყვეტილება მიიღო, რომელმაც ქართველი ხალხი გააბრაზა. ყოველთვის ჩემი ხალხის გვერდით ვდგევარ. დღემდე და იმედი მაქვს, რომ ამ პროტესტს შედეგი ექნება. აუცილებლად მივიღებთ ქართველი ხალხი გაიმარჯვებს აუცილებლად. კი ბატონო, დიდი მადლობა. ქართველი ხალხი გაიმარჯვებს, სწორედ ასეთი პოზიცია აქვს აქ მყოფ ადამიანებს, იმ ადამიანებს, რომლებიც უწყვეტ პროტესტში არიან ჩართულები 1 წელია.